იცოდი, მამარდამ ლალიგაში უფრო ადრე ითამაშა ვიდრე საქართველოს ნაკრებში. იყვები გიორგი მამარდაშვილის ისტორიას 90 წამში. მამარდა 2000 წლის 29 სექტემბერს თბილისში დაიბადა. ვარჯიში გაგრას აკადემიაში დაიწყო, 2012 წელს კი დინამოს აკადემიაში გადავიდა. 2018 წელს დინამომ მთავარ გუნდში დააწინაურა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრებში არ ათამაშა. 2019 წელს იჯარით რუსთავში გაუშვეს, 2020 წელს კი ლოკომოტივში, სადაც საქართველოს საუკეთესო მეკარის წოდება მოიპოვა. ამავე წელს ევროპა ლიგაზე გრანადა ლოკომოტივის შეხვედრაში ესპანელმა სკაუტებმა შეამჩნიეს და 2021 წელს ვალენსიაში იჯარით გადავიდა. იმავე წლის 13 აგვისტოს ლალიგაში მისი დებიუტი შედგა. თითქმის ერთ თვეში 8 სექტემბერს შედგა დებიუტი საქართველოს ნაკრებშიც. 2023 წელს ვალენსიას გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს. ის 5ჯერ დასახელდა ლალიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. შემდეგ იყო ევრო 2024, სადაც მამარდაშვილმა 4 შეხვედრაში 29 სეივი გააკეთა, რაც ტურნირის საუკეთესო შედეგი იყო. 2024 წელს ფრანც ფუტბოლმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ჯილდოზე წარადგინა, სადაც მე-7 ადგილი დაიკავა. 2025 წელს მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი ლივერპულის შემადგენლობაში. დააკომენტარე მამარდას რომელი მატჩი გახსოვს გამორჩეულად.